ნახევარი საათის წინ 15 წუთიანი შესვენება დასრულდა და პროცესი განახლდა. ბრალდების კიდევ ახალი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. რაც შეეხება მოწმეს პაატა პატაშვილს, რომელიც დღეს დილიდან იკითხებოდა სასამართლო პროცესზე, მისი დაკითხვა უკვე დასრულდა, როგორც ის საკუთარი დაკითხვისას აცხადებდა, ის ბრალსდებს მეოთხე ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს ზურა შამათავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მოწმემ პროცესის მიმდინარეობისას 2011 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი სრულად გაიხსენა. დღეში გამოიხადეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. როგორც სახის მიდამოებში ასევე გუმკერდის და ასე ვთქვათ, იყო რაღაც რეპლიკებიც ჩემს წინააღმდეგ, რომ ჩემს მიმართ რომ შეხედეთ რას გავს ეს ჭყალებში და ასე შემდეგ. უგნიდან მომიარა დამარტყა უკანა ბალიშებში, წავიქეცი და ზევიდან მიგზენი მე როგორც ასევე ხელის, ფეხის და რაღაც ბლაგვის საგნის დარტყმა, შეიძლება ეს ფეხიც სხვა ხელშიც ეჭირა რაიმე, ის შემდეგაც გავიფში. ვინ გაყენებდა ამ ფიზიკურ შეურაცხყოფას? მეოთხე ბრიგადის მეთაური ვიცე-ლეიტენანტი ზურაბ შემათავა. თქვენ გსმენიათ კიდევ ვინმე ვინც ბატონმა შემათავამ თქვენს გარდა ცემა მეოთხე ბრიგადაში? თუ შეიძლება ხოლმე არ მისმის. მეოთხე ბრიგადაში თქვენს გარდა ვინმე როცემა ერთ გრამი გსმენიათ შემათავამ კიდე? სხვა აი ამ ინციდენტის გარდა. ამ ჩემი ინციდენტის გარდა მსმენია, მაგრამ მე ფიზიკურად არც შევხედავ ადამიანს, ანუ როგორ დალაპარაკებით ეს რამე პიროვნება არ მინახია. ვინ გირჩიათ, ვინ მოგცათ მისამართი იმის, სადაც ცნობა აიღეთ? ეხლა ხო ვერ იხსენებთ მისამართს, არ იცით, ვინ მოგცათ ეგ მისამართი? რისი მისამართი? სადაც ცნობა აიღეთ? მისამართი რაც ქვია, მე ვიკითხე როგორ ვის კითხეთ? რა მისამართს მეუბნები, თუ სად უნდა მისულიყავი მისამართის თაობაზე? ხო, ცნობის ასაღებად. ჩვეულებრივ როგორ ტაქსის ბრძოლა იქნებოდა თუ გამოვედი თუ რა. აი როგორ კითხეთ ტაქსის, როგორ მიხვედით, ეგ მოინტერესებს. სამედიცინო ექსპერტიზა თუ სად ტარდებოდა, რომ ტაქსის ბრძოლა გითხრათ, სად ტარდებოდა? არ ვადასტურებ, რომ ტაქსის ბრძოლა მითხრა, მაგრამ ჩვეულებრივ ვიკითხეთ, თუ სად იყო და რა მისამართზე უნდა მისულიყავი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასტარებლად. მაგას ვიძახი, მე ვარ თქო რაიონიდან, ანუ არ ვიცოდი ზუსტი მისამართი თუ სად უნდა მისულიყავი და მითხრეს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკასთან იქ რომ ვინ მაგას არ მახსოვს, ანუ შეიძლება მეთქი სულ უკითხე, გამოვიცემს ხელმოკლას. ბატონ პაატა, ჩემთან ერთად მაგანაში არავინ არ თქვა. გსმენია თუ არა ესეთი სამსახურის შესახებ, რომელსაც ქვია სამხედრო კონდაზვერვა? რა თქმა უნდა. რაიმე სახის ურთიერთობა თუ გქონიათ ოდესმე სამსახურთან? ბატონო? არანაირი. აბა საიდან გსმენიათ და რა იცით ამის შესახებ? ბატონო? რა იცით ამ სამსახურის შესახებ და საიდან გსმენიათ? კონდაზვერვა თვითონვე მიგვანიშნებს თუ რა სამსახურია. მე თვითონ სამხედრო ბრძანდებით მოგეხსენებათ. ბატონო? მოგეხსენებათ თქო, მე თვითონ სამხედრო ბრძანდებით და კონდაზვერვა რას ნიშნავს? ვიცით ეს ყველა მე მგონი სამსახურიდან გამომდინარე. ხო. და ერთი კითხვა კიდე. მას შემდეგ რა თქმა უნდა წახვიდით თელავში და რამოდენიმე დღის მერე რო გადაწყვეტეთ რომ უნდა აგიღოთ ეს ცნობა. ეს ვისთან ერთად ვინმესთან ერთად ქონდა თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული თუ ვინმესთან ქონდათ საუბარი რამე რჩევები ვინმესგან ახლობლებისგან მეგობრებისგან ვინმესგან მიიღეთ? არანაირი აბსოლუტურად. ბატონო? არანაირი და არავისგან. მცირე ხმაური მოყვა მოწმის დაკითხვას დარბაზში, რა დროსაც ზურაბ შამათავა მოწმისგან ითხოვდა პასუხების მიღებას, რათა როგორც შამათავა დარბაზში აცხადებდა, მოწმის ახლონათესავები ამ დრომდე მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში, სწორედ ამ პასუხის მიღებას ითხოვდა მოწმისგან შამათავა, რასაც ერთგვარი ხმაური მოყვა მხარეებს შორის და მოსამართლე მათ გაფრთხილებით მიმართა, ასევე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მანდატურება ხმაური დაატოვებინეს დარბაზი ერთ-ერთ მოწმეს კერძოდ თეა თუთფერიძეს, როგორც თუთფერიძე აცხადებს, ის ერთ-ერთი მოქალაქის დარბაზში შემოშებას ითხოვდა, რასაც ერთგვარი ხმაური მოყვა და მას დარბაზი ხმაურით დაატოვებინეს. სამხედრო პოლიციაში ვინ არის ეხლა, რომელიც მუშაობს მიზათქვენი? არავინ თქო გაგეცი პასუხი. სახელი და გვარი მითხარ მაშინ მიზათქვენის? ვისი? მიზათქვენი? ვინ ბიძა ჩემის?
ბატონო ზურაბ კორექტულად ბატონო მოსამართლე თუ შეიძლება მეც მოგიწევდებთ რომ კორექტული ბატონო თავი შეიკავეთ დაჯარიმდებით ბატონო მოსამართლე დაჯარიმდებით ბატონო ლევან თუ ესე გააგრძელებთ დარღვევას ბატონო მოსამართლე ვერ გავიგეთ ბატონო ზურაბ თქვენს მოგიწევდებთ შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ნუ პროკურორს ნუ ზურაბს ბატონო მოსამართლე თუ შეიძლება ვიყავით კორექტული ბატონო მოსამართლე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მინდა ეხლა რაც ხდება ეს არის სრული პროვოცირება ამ სამხედროებს და განსაკუთრებით დარბაში მე არ ვიცი დარბაში ქცევის წესებიც ესია შეიძლება რაღაცა მოხდეს ისეთი რომელიც რაღაც ფორმით არ იყოს მისაღები და გასაგები ამაზე პროკურორები ასე არ უნდა წამოიგებინონ ამას ძალიან თუ ამ კუთხითაც მივაქციოთ ყურადღება რა დავწანდეთ ბატონო დავწანდეთ თუნდაც პროცესზე მოხდების წესი მაგრამ მას ყავს ადვოკატი საამიშოდ რომ დაარიგოს და კონსტატაცია გაუგრძელოს რამდენიმე წუთის წინ დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა სასამართლოში. დაცვა ითხოვდა, რომ სასამართლო შენობაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოფილიყო ამოღებული და გაშიფრული, რადგან როგორც დაცვა ამტკიცებს, სათვალთვალო კამერებს გადაღებული აქვს, როგორც შემოყავთ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოწმეები და მათივე ინფორმაციით ისინი მათზე ზემოქმედებენ. ეს შუამდგომლობა დააყენა დაცვამ, თუმცა როგორც შემდგომ ხდება ცნობილი, მოსამართლემ დაცვის ეს კონკრეტული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს იყო დავით ქაშიაშვილი, მადლობთ. ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრების ურთიერთბრალდებები ირაკლი ალასანია კატეგორიულად უარყოფს ბაჩო ახალაიას ბრალდებებს. საქმე ეხება 2 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ახალაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ალასანიამ გენერალ გიგი კალანდაძეს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი საგამოძიებო პროცესში კონკრეტულ შეღავათებს დაპირდა. გენერალ კალანდაძეს პირდაპირ უთხრა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა. პირდაპირ უთხრა ესე ველაპარაკი. მიეცი ჩვენება ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ და იქნები მოწმე. ბოდიში მოუხადო ყველა იმ სამხედროს გენერალ კალანდაძეს დაწყებული სერჟანტ გორგანძის დამთავრებული, რომ მხოლოდ იმიტომ წხედან აი ამ საბრალდებო სკამზე, რომ რაღაც სახით ჩემთან იყვნენ დაკავშირებული, ჩემთან კი არ იყო, მე ვიყავი მათთან დაკავშირებული. მაქსიმალურად, პრაქტიკულად სრულად დისტანცირებული ვარ საგამოძიებო პროცესიდან. ესეც უნდა იყოს. თავდაცვის მინისტრი არ არის გაუმძიებელი, მე არაერთხელ მithქვამს ეს, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად მინიმალურად მაქვს ინფორმაცია ზოგადად გამოძიების მიმდინარეობაზე. ზუსტად იმიტომაც, რომ არ მოხდეს გარკვეულწილად ჩემი მხრიდან მიცემაც კი რაიმე საბაბის, რომ მე ვინტერესდები ზედმეტად გამოძიებას. ამიტომ გიდასტურებთ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია. და უკეთესი იქნება ალბათ ყველა მართლაც საკუთარი ცხოვრება, საკუთარი შეცდომები გაიაზროს. ჯერ კიდე ახალგაზრდები არიან და თუ კი უფრო ღრმად შეუფიქრდებიან საკუთარ შეცდომებს წარსულში, მათ დარწმუნებული ვარ, მომავალში მიეცემათ შანსი, რომ სწორი ცხოვრების გზას დაადგნენ. ეს არასწორი გზაა მართლაც.